25 ოქტომბრის შემდეგ მაქვს პრინციპში და შემდეგ ეს დღეები კი რამდენიმე თვე გრძნობ თავს აი სტაფილოს რო ბლენდერში მოათავსებენ და აი ეს რო ტრიალებ ინფორმაცია მოდის ყველაფერი აი რო გონია რომ ამის იქით უკვე ცუდი აღარაფერი არ მოხდება და კიდე ხდება და შენ რაღაცა ტრიალებ ამ ბლენდერში და ალბათ იცი რომ გამოსავალს იპოვი თქვენ წეგან ლაპარაკობდით გამოსავალზე ქეთი რეჟისორია და დამეთანხმება რომ მე სულ მესმის აქციაზე ეს ძალიან ვცდილობ რომ არ გამოვტოვო ალბათ 102 დღიდან ალბათ 20 დღე მაქვს გამოტოვებული 15 სულ მესმის ესეთ ფრაზები აქციაზე რომ იცი რაღაც თუ არ შევცვალეთ კი მე მესმის რომ ფილმი იწყება შემდეგ არის რაღაცა კულმინაცია, შემდეგ არის კვანძის გახსნა, შემდეგ არის ცრუ ფინალი, არის ფინალი, მაგრამ არსებობს სერიალი, რომელიც ამ ბოლოს დროს ძალიან პოპულარულია და ძალიან საინტერესოა და ჩვენი სერიალი ყოველდღე არის რუსთაველზე და ამ სერიალს ყავს საოცარი გმირები, რომლის გამოც ღირს ამ სერიალში ცხოვრება. ესენი არიან ადამიანები, ირაკლი გაფრინდაშვილს ჰქონდა საოცარი ლექსი, ყველაზე მართლა ესენი არიან გოგოები ქაშვეთთან, რომელიც გიმასპინძლდებიან ყავით. ეს არის გალერეის კაფე, ოსპის წვნიანის ადამიანი. ეს არის ადამიანთა ერთობა. ეს არის თაკო ხელაძე, რომელიც მოდის თავისი ხმით და არ ვიცი ხა ჩემთვის ძალიან ცოტა რამ არის ამ ბოლოს. მოდი შევთანხმდეთ იმაზე, რომ ვერავის ვერ გავაკვირვებთ აქ დაკენსელებული ცხოვრებით და იმითი რომ არავის არაფერი არ გვიხარია, ან წოლა გვინდა, ან რუსთაველზე ყოფნა, მაგრამ ეს არის ის რისთვისაც ღირს ცხოვრება ჩემი აზრით. მე ამ ბრძოლამ არაფრით არ ჩამაგდო პესიმიზმში. პირიქით, მე ამ ბრძოლისთვის მადლობელი ვარ საკუთარი თავის, რომ აღმოვაჩინე, რომ მყარებია სამშობლო ისე, რომ შემიძლია მართლა ძალიან ბევრი რამ დავთმო. დღეს ერთ-ერთ ადამიანზე წერდნენ, რომ მადლობა მას თუ კომფორტს დათმობსო და რომელიღაც არხიდან და წამოსულიყო და იქ მივწერე რომ ადამიანებმა თავისუფლება დათმეს, ცხოვრებას თმობენ ეს ადამიანები და განსაკუთრებულად, აი განსაკუთრებული ტკივილი ჩემთვის არის რეჟიმის პატიმრები და ყოველთვის ჩემ სოციალური Facebook-ის გვერდითაც ყოველთვის მოუწოდებ ადამიანებს, რომ როდესაც ჩავარდებით ნიჰილიზმში, როდესაც ვართ დეპრესიაში, როდესაც გონია რომ აღარაფერი არ გამოვა. არ არის საჭირო მივარდე Facebook-ს და დაპოსტო, იმიტომ რომ ამას კითხულობენ ჩვენი რეჟიმის პატიმრების ცოლები, შვილები, მშობლები და არ არის საჭირო ვიფიქროთ, რომ ხვალ ეს ხალხი შეიძლება რუსთაველზე არ მით უმეტეს ერთს